ზესტაფონის სფეროშენადნობა ქარხანა სფეროშენადნობის წარმოებითა და გაყიდვებით დაინტერესებული ტრეიდერების ჯგუფი ქალაქ ბათუმში მეორე საერთაშორისო კონფერენციის დასრულებისთანავე ესტუმრა. ვიზიტორებს საწარმოს დირექტორმა ვასილი გერეგამ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ტექნოლოგიური, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიღრმისეული გაცნობის მიზნით ქარხნის უბნები დაათვალიერებინა. ბათუმში ჩატარებულ ფერომდნობელთა კონფერენციაზე წარმოდგენილები იყვნენ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, მექსიკიდან, სლოვაკეთიდან, ამერიკიდან, რომელთა ინტერესის სფეროს შეადგენს სფეროშენადნობის ფასების დინამიკაზე დაკვირვება და გაყიდვა რეალიზაციის მეთოდები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ასევე ყველა ქართული კომპანია, ზესტაფონის სფეროშენადნობდა ქარხანა, ჭიათურ მანგანუმი, რუსმეტალურგი, საერთო ჯამში 50-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის სფეროშენადნობის გაყიდვებით დაინტერესებულები. საუბარი შეეხო გასაღების მსოფლიო ბაზარზე გამოკვეთილ პერსპექტივებსაც. ჩვენი სტუმარი ამ კონფერენციის მონაწილეთა ერთი ჯგუფია, რომლებსაც აინტერესებთ ზესტაფონის სფეროშენადნობდა ქარხანა. ახლა სწორედ ეს პროცესია. ვიმედოვნებთ, დადებითი შთაბეჭდილებები ექნებათ. სფეროშენადნობდა ქარხნის დინამიურ განვითარებასა და საწარმოო ტექნოლოგიურ პროცესში მიღწეულ შედეგებზე სტუმრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მე ბათუმის მეორე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ვარ, რომელიც ყოველწლიური გახდა და თავისი შინაარსითა და მოხსენებებით ძალიან საინტერესო იყო. ჰქონდა დისკუსიაც, კმაყოფილებით გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული სფეროშენადნობი ვითარდება. ახლა ვიზიტით ვართ ზესტაფონის ქარხანაში, სადაც არის სიახლეები, ინერგება ტექნოლოგიები. პრაქტიკულად მე აქ ყოველწლიურად დავდივარ და დინამიური განვითარება შესამჩნევია. ნახეთ ახალი ღუმელი, რომლის მშენებლობა 1 წლის წინ დაიწყო. ის ახლა უკვე მუშაობს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგები დასახულ მიზანს მიაღწევენ და ჩვენს ქარხნებს შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება მოხდება. ვიზიტორთა ჯგუფმა ქარხნის ძირითად და დამხმარე საამქროებში სტუმრობის პარალელურად განსაკუთრებული ყურადღებით დაათვალიერა 24 ღუმელი, მისი მართვის ფარი. ამასთანავე ისინი გაეცნენ შენადნობის გამოშვების პროცესს. სტუმრები იმ პარამეტრებითაც დაინტერესდნენ, რომელიც ინდური ღუმელის ჩართვიდან ამ დრომდე იქნა მიღწეული. პირველი საცდელი დნობები ინდუელებმა დაამთავრეს. უკვე შედეგები არ აქვს შეჯამებული, მაგრამ ფაქტები არის. ანუ მათ ადნეს სილიკო მანგანუმი 65 მანგანუმის შემცველობით და 0,20 ფოსფორის შემცველობით. ეხლა სულ 3 დღეში დაიწყებენ უკვე მეორე კვირეულს საცდელი დნობებისას და მათ უნდა აწარმოონ უკვე 0,70 ზემოთ მანგანუმით და 0,35 ფოსფორით სილიკო მანგანუმი. აი ამ შედეგების დადების შემდეგ რა გვექნება ტონაჟი, რა იქნება ელექტროენერგიის ხარჯი და ანგარიშდება ყველა პარამეტრები და იქნება საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რამდენად ეკონომიურია და რამდენად გაამართლა ამ პროექტმა თავისი არსებობა. სფეროშენადნობის წარმოებითა და გაყიდვებით დაინტერესებული ტრეიდერების ჯგუფის საერთო შეფასებით, მსგავსი სამუშაო ხასიათის შეხვედრები სამომხმარებლო ბაზრის მიმართ გაზრდილ ინტერესს კიდევ უფრო ძლიერს გახდის და სფეროშენადნობის რეალიზაციას შეუწყობს ხელს.